დღევანდელ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერში, რომელიც პირველი არის საქართველოში. ამავდროულად ვაკეთებთ სპირიდონ ტრიუმფუტელის სახელობის ტაძარს და ვაკეთებთ ასევე ხარების, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი იქნება. ამ ყველაფერში ღებულობს ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობას და უფრო მეტად შეუყვარდება ჩვენი ეკლესია, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო სამე თუ თვითონ ღებულობენ მონაწილეობას ეს ბიჭები. თუ უშუალოდ თვითონ იხარჯებიან ამ მოფლითი, შრომითი, საქმიანობით და მადლობა ღმერთს, ქართლში არ გვაქვს ეს გაჭირვება. მთელი ახალგაზრდობა გვერდში გვიდგას, მხარში გვიდგას, ჩამოდიან თბილისიდან, ყველა კუთხიდან ჩამოდიან, აჭარიდან ჩამოდიან და ყველა მხრიდან გვერდში გვიდგან და აკეთებენ საერთო საქმეს. და რაც უფრო მეტი სიყვარული ექნება თავისთავად ეკლესიის და უფრო თავისი ოფლილო იქნება ჩაქცეული და თავისი შრომა რომ იქნება მიღებული უკვე მეტი სიყვარული ექნება ეკლესიის მიმართ და სამშობლოს მიმართ თქვენი შემოგირო და რა ვიცი აი მე ლოცვა თითოეულ ამადგანს გვეხმარებიან საზღვარს იქით ვიც არიან ლევს უნდა მოლოცვა კიდევ მოფერება უნდა მაგრამ არ აქვს საშუალება და ვერ გვეფერებიან მაგრამ სიტყვიერად და საქმით გვიხატავენ თავის სიყვარულს და გამოხატავენ თავის გვერდში დგომო ჩვენსაც და ყველა მხარში გვიდგას მადლობა 20 წლის უკან მომიწია აქ მოსვლა 97 მეტრში და 20 წელი გავიხდა უკვე რაც ამ ეპარქიაში ვართ და არაფერი არ იყო საერთოდ განადგურებული იყო და გასწორებული იყო მიწასთან ყველაფერი ხეობა და მადლობა უფალს დღეს უკვე უამრავი მონასტერი არის ეკლესია მონასტრები არის დედათა მონასტერი და მამათა მონასტრები და ყველა აქ მომსვლელი ვინც მოდის და ვინც ღებულობს იმ მონასტერს თავისთავად უკვე ის უბრუნდება დედა ეკლესიას და იმ უარყოფითისკენ უკვე აღარ ფიქრობს და აღარ მოქმედებს თავისთავად და ეკლესიასთან და ეკლესიის შვილი რჩება 96 მეტრში გადმობზნა და მე უკვე იობი და ჩაიბარა რუისურმის ეპარქია და არ იყო ეს მდგომარეობა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ქარელი როგორც ჩიხი ისი არის და ყინწვისი არ მოქმედებდა ჩვენი ეს უძველესი ტაძარის გაჩერებული იყო და უფუნქციო იყო მე უკვე იობი ძალისხმევით და მისი მონდომებით და დედა ეკლესიის მონდომებითი ძამის ხეობად იწოდებოდა მეორე ათონი არის ჩვენი ხეობა და უცხოელები ჩამობზანდებიან ყველა კუთხიდან ჩამოდის და თელმა მსოფლიომ გაიცნო ძამის ხეობა ქართლი და ქარელი აი ამ ხეობითი და ამ ეკლესია მონასტრებით